შეუძლია თუ არა AI-ის ჩაანაცვლოს ადვოკატი და ასეთი პრაქტიკა დაინერგოს, რომ ხელოვნური ინტელექტი იცავდეს ადამიანის უფლებებს სასამართლოში. ეს შეიძლება იფიქროს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც კარგად ვერ ერკვევა ადვოკატის პროფესიის სიღრმეში. დიდი სიფრთხილე გვართებს, როდესაც AI-ს ვიტანებთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ, ადამიანი არ დავღუპოთ. ზუსტად ის ადამიანი გილოცავდა გამამართლებელი ვერდიქტს, რომელიც პირადად ჩემს ჩაქოლვას ითხოვდა იმის გამო, რომ მე ჩავერთე როგორც მისი ადვოკატი. ადვოკატმა უნდა დაიცვას როგორც დამნაშავე, ასევე უდანაშაულო ადამიანის. მე მახსოვს, თქვენ როგორ ხმალამოღებული იცავდით ჩემი შვილის მკვლელს, სწორედ ასეთი ადვოკატი მჭირდება ჩემი შვილისთვის. სხვადასხვა პოსტერს მიზღვნიდნენ, თუ როგორ ვიცავდი პირსის ღლიან მკვლელს, სანამ თვითონ არ აღმოჩნდება უსამართლობის ხორბლი. ვერ ხვდება თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ და ეფექტურ ადვოკატს. იქ სადაც ადვოკატის პროფესია არის დაკნინებული, გამორიცხული არის იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენს უნივერსიტეტებში დღეს ადამიანი ვერ ისწავლის, როგორ დაიცვა ადამიანი. შეიძლება შენ ისწავლო, როგორ დააკავო, მაგრამ აი უდანაშაულო ადამიანს დაცვა. ეს სხვა ხელოვნება არის, ეს სხვა ტექნიკა არის, ეს სხვა მეცნიერება არის და ამას უნივერსიტეტში ვერ ისწავლო. იმედია არასდროს არ დამჭირდებით. მოგესალმებით, დღევანდელი პოდკასტის წარმატებული ხალხის პოდკასტის სტუმარია ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მოგესალმებით ბატონ ტარიელ. ესე იგი, წინა გადაცემაში ბატონმა ზურა ტუსკიამ თქვა, რომ ერთ-ერთი პროფესია, რომელიც გაუქმდება და AI-ის განვითარების კვალდაკვალ აღარ იქნება, არის ადვოკატის პროფესია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატი მომეწვია სტუმრად. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ სტუმრობისთვის და ამითმა გავაგრძელოთ ამ კითხვით, რაც ბატონმა ზურამ ასე ვთქვათ უწინასწარმეტყველა თქვენს პროფესიას. შეუძლია თუ არა AI-ის ჩაანაცვლოს ადვოკატი და ასეთი პრაქტიკა დაინერგოს, რომ ხელოვნური ინტელექტი იცავდეს ადამიანის უფლებებს სასამართლოში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიწყებ პოდკასტს ასეთი საინტერესო და დამაინტრიგებელი შეკითხვით. რაც შეეხება იმას AI ჩაანაცვლებს თუ არა ადვოკატის პროფესიას, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იფიქროს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც კარგად ვერ ერკვევა ადვოკატის პროფესიის სიღრმეში. ადვოკატის პროფესია არის ჩვეულებრივ პროფესიაზე ბევრად უფრო მეტი. აი ჩაგვიყვანეთ ამ სიღრმეებში, ეს AI-მა შეიძლება შეცვალოს, შეიძლება კი არა ის აუცილებლად შეცვლის ადვოკატის მუშაობის წესს, სტილს, მაგრამ ვერ გააუქმებს ადვოკატის პროფესიას. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იურისპრუდენცია არ არის მათემატიკა, ის არ არის ზუსტი მეცნიერება. აი მაგალითად, ორ მტკიცებულებას დავუმატოთ, ორი მტკიცებულება უდრის 4 მტკიცებულებას და ეს საკმარისია პირი გავამყუნოთ. ასე არ ხდება იურისპრუდენციაში. აქ მთავარი რა არის? აქ მთავარი არის სანდოობა, დამაჯერებლობა და ემოცია, რაც AI-ს არ აქვს. ადამიანური ურთიერთობები, ემოციები, ნდობა, ეს ყველაფერი აქვს ადვოკატს და ამას ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის უბრალოდ გამორიცხული. აი მაგალითად, სხვათა შორის სტრასბურგის სასამართლოს კი გვეუბნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომ მოწმის ჩვენების გაზიარება, არ გაზიარების საკითხის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ჟესტიკულაციას. როგორი ტონალობით საუბრობს, როგორი იყურება, ვის უყურებს, ხელის მოძრაობა, ფეხის მოძრაობა, სიარულის დროს, საუბრის დროს და მიმიკა. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი. არა მარტო მისი სიტყვებით სარკიაღებული, არამედ ჟესტები, სხეულის ენა. სხეულის ფსიქოლოგია, რა თქმა უნდა, ერთვება. სხეულის ენის შეფასების დროს აქ უკვე ხშირ შემთხვევაში ამას ვახდენთ, ამ შეფასებას ვახდენთ უკვე იურისტები, ან ნაფიც მსაჯული. აი დამერწმუნეთ, ნაფიც მსაჯურსაც AI ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს. იმიტომ რომ ნაფიც მსაჯულებიც სწორედ ემოციებზე დაყრდნობით იღებენ ძალიან ხშირად გადაწყვეტილებებს. მართალია კანონში წერია, რომ ნაფიც მსაჯულმა მხოლოდ მტკიცებულებებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ მორალური მხარე აქ ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, როდესაც ნაფიცებს ვარჩევთ ადვოკატები, აი წარმოიდგინეთ, თუ არჩევ ერთ ქალაქში ნაფიცებს, იქ ხვდები სხვანაირად მოასწროვნე ადამიანებს. თუ არჩევ მეორე ქალაქში, იქ ხვდები სხვანაირად მოასწროვნე ადამიანებს. AI როგორ უნდა შეარჩიოს ნაფიცის საჯულები, ხო? ეს ხომ წარმოუდგენელია, შეიძლება შეარჩიოს, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ იქნება ეფექტური. და ნაფიცის საჯულებიანად რომ ჩაგანაცვლოთ. მე მინდა მოვიყვანო სოკრატეს მაგალითი. კი ბატონო. აი რატომ ვერ ჩაანაცვლებს თუნდაც AI ადვოკატის პროფესიას ბოლომდე, თუმცა შეცვლის სტილს. და მეც ვიყენებ დღეს AI ძალიან აქტიურად, დღესაც გამოვიყენე პროცესს და გეტყვით როგორ გამოვიყენე. სხვადასხვა დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც AI-ს ვიყენებთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ, ადამიანი არ დავღუპოთ. და სოკრატეს მაგალითი ამას ყვები ხოლმე ხშირად სტუდენტებთან, როდესაც უხსნი, აი ესეთი ლექცია არსებობს, სალექციო კურსი არსებობს, ნაფიც საჯულთა სწორად შერჩევის ხელოვნები. და ვასწავლი როგორ შეარჩიო ნაფიცის საჯულები. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საქმის მოსაგებად თავარი არის სწორად შეარჩიო ნაფიცის საჯულები. თუ ამ ეტაპზე დავუშვი შეცდომა პროცესზე, რაც არ უნდა აკეთო, როგორც არ უნდა იმუშაო, არანაირი აზრი არ აქვს. რამდენი მტკიცებულებაც არ უნდა წარადგინო, საქმეს ვერ მოიგებ. ამიტომ თავარი რა არის, სწორად შეარჩიო ნაფიცის საჯულები, შეარჩიო ობიექტური საჯულები. სოკრატეს მაგალითზე გიხსენეთ, ეს იყო ათენელი ფილოსოფოსი იყო მოგეხსენებათ, რომელიც მაშინ არ არსებობდა ადვოკატთა ასოციაციები და არ არსებობდა როგორც ესეთი ადვოკატის პროფესია, ეს პროფესია არათუ განვითარებული, არამედ არც არსებობდა და ასეთი ადამიანები, რომლებიც წერმეტყველები იყვნენ, გამოდიოდნენ სიტყვით და იცავდნენ ადამიანთა უფლებებს, ამბობდნენ, რომ ეს არ უნდა დაისაჯოს, ეს უდანაშაულოა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უსმენდნენ მტკიცებულებებს და ხალხი იღებდა გადაწყვეტილებას. აი მაგალითად 100 ადამიანი შეიკრიბებოდა, უსმენდა ერთ მხარეს, უსმენდა მეორე მხარეს და ესე ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. და სოკრატე იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც აქტიურად იცავდა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს. და ისეთი მჭერმეტყველი იყო და ისეთი განათლებული იყო, რომ ფაქტობრივად ყველა საქმეს იგებდა. ყველა ის პირი გაამართლეს, ვისაც სოკრატე იცავდა. და ის მოღვაწეობდა ათენში, სადაც განვითარების მაღალი დონე იყო საზოგადოების. მათი განათლება სხვა ქალაქებთან შედარებით, სხვა სოფლებთან შედარებით იყო ძალიან დიდი. მაგრამ სოკრატე, რომელიც ყველა საქმეს იგებდა ათენში, მოუწია ერთ-ერთ მიღრუებულ სოფელში ადამიანის დაცვა. იქ ასაბუთებდა აუცილებელ მოგერიებას, ასაბუთებდა იმას, რომ ის თავს იცავდა, ამიტომ არ უნდა დაისაჯოს და 500 ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად მთელი სოფელი იღებდა გადაწყვეტილებას. და სოკრატე ასაბუთებდა იმას, რომ ეს არ უნდა დაისაჯოს, უნდა გამართლდეს. ამ 500-დან დაახლოებით 300-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი უნდა ჩამოვარჩიოთ, 200-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვევით უნდა ჩაქოლოთ. ანუ სოკრატე, რომელიც ათენში ყველას ამართლებდა, მიღრუებულ სოფელში უძლური აღმოჩნდა. რატო? იქ საზოგადოების სხვანაირი აზროვნება იყო. იქ სხვანაირად ფიქრობდნენ ადამიანები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ასე არის სასამართლო პროცესიც. ერთ მოსამართლისთან სხვანაირად მუშაობთ, მეორე მოსამართლისთან სხვანაირად მუშაობთ, ერთი სტილის ნაფიც საჯულთან სხვანაირად და ასე შემდეგ. ჩვენ ვაკვირდებით მათ ემოციებს, ჩვენ უყურებთ 12 საჯულის ემოციას, ჩვენ ხედავთ მათ სასამართლო დარბაზიდან რომ გადიან, რას აკეთებენ. AI შეიძლება კი რაღაც დონეზე დახმარება გადიწევს, მაგრამ ამ ადამიანურ საკითხებს, აი ამ ემოციებს, ამ ჟესტიკულაციას, ამ მანერებს და სხვადასხვა დეტალებს, ასე ჩვენ ადვოკატები ვაქცევთ ყურადღებას, ვერასდროს AI ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს. ყოველ შემთხვევაში ისე სრულყოფილად ვერ გააკეთებს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას ადვოკატი. ახლა ალბათ ზურათუს კი აქ რო იყოს, იტყოდა რომ მოსამართლის რო ჩაანაცვლოს ნაფიცი მსაჯულებიც და ადვოკატიც აი აქ არასშვებით. დაუშვათ დაშვების დონეზე, რომ დანაშაული მოხდა, არის კანონი და AI უნდა იყოს ადვოკატი, AI არის მოსამართლეც და AI არის ნაფიცი მსაჯულიც. ეს იქნება არაეფექტური მარცხეჯულება, თუ AI განშის, AI მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მაგივრად, თუ AI იქნება პროკურორი, AI იქნება ადვოკატი. რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სანდოობას და დამაჯერებლობას აქვს ძალიან
დიდი მნიშვნელობა. აი მაგალითად, შეიძლება ერთმა მხარემ წარმოადგინოს 100 მოწმე. და თქვას, კონკრეტულმა პირმა რომ ჩაიდინა დანაშაული, მე ამას უყურებდი და ხელი დაადოს. მაგრამ შეიძლება ასევე მოწმე ტყუოდეს. მათი ჟესტიკულაცია, მათი თუნდაც მიმიკები, მათი სხეულის ენა და ძალიან ბევრი პატარ-პატარა გარემოება, რის შესახებაც ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება ინფორმაცია მიიღონ, გადააწყვეტილოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ეს მოწმეები ცრუობენ. ანუ ის რომ მხარემ ბევრი მოწმე წარმოადგინა, არ ნიშნავს იმას, რომ პირი დამნაშავე. სწორედ ამიტომ ამბობ, რომ ემოციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი წარმოიდგინეთ, როდესაც ორი მხარე დებატობს ერთმანეთში. და ასეთ დროს მარტო სიტყვებს ხომ არ ვაქცევთ ყურადღებას. მათ სხეულის ენასაც ხო ვაქცევთ ყურადღებას. აი თუნდაც სასამართლო პროცესზე სანდებით ნაფიცი მსაჯული. აი წარმოიდგინეთ თავი ნაფის მსაჯულად და ხედავთ რომ პროკურორმა მოიყვანა ძალიან ბევრი მოწმე, ძალიან ბევრი მტკიცებულება, მაგრამ არის ერთ ადგილას გაშიშებული, ერთ ადგილას ზრუნს გაქცევთ. თვალებში ვერ გიყურებთ პროკურორი, როცა რაღაც დასაბუთებს, ადვოკატი მოდის, თვალებში გიყურებთ, მტკიცებულებებს გაჩვენებთ, ყურადღებას გაქცევთ და ადვოკატის სხეულის ენა არის უფრო გამართული, უფრო ბუნებრივი. პროკურორი კი რაღაც დაწერილ ტექსტს კითხულობს და მორჩა. ბუნებრივია ხომ ეთანხმებით, რომ დაუჯერებ ადვოკატს. გადმოიხრები ადვოკატის ხარისხს. ემოციურ დონეზე AI აი ამას ვერ აკეთებს. AI-მ შეიძლება თქვას, რომ ერთ მხარეს მეტი მტკიცებულება აქვს, ვიდრე მეორე მხარეს, შეიძლება შეადაროს, შეჯიბრი მოახდინოს გარკვეულწილად მტკიცებულებების, მაგრამ რასაც ქვია სხეულის ენა, დამაჯერებლობა და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს AI ვერ შეაფასებს სათანადოდ. ამიტომ ვამბობ, რომ ბოლომდე ადვოკატის პროფესიის ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია და ვინც ამბობს რომ ადვოკატის პროფესიას AI ჩანაცვლებს, ის უბრალოდ ვერ ხვდება თუ როგორი მძიმეა ადვოკატის პროფესია, თუ როგორი სირთულის არის. აი მაგალითად, ხვდები ბრალდებულს ინტენსიურ დაწესებულებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პირველი წამი, როდესაც მე დაკავებულ ადამიანს თვალებში ჩავხედა და მისგან მოვისმე. მე რომ მას თვალებში უყურებ, მე ზუსტად ხვდები რა უნდა გავაკეთო. რა მტკიცებულებები უნდა შევაგრო. ამას AI ვერ გააკეთებს. ჩემთვის ადამიანური ფაქტორი იმისათვის, რათა ეფექტურად დავისვა ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა რომ თუ გულთან არ მიგავს დასაცავი პირის ბედი, ეფექტური დამცველი ვერ იქნება. აი როგორც ექიმი ვერ უმკურნალებს ეფექტურად, თუ დიდად არ ანაღლებს, საერთოდ არ აინტერესებს გამოჯანმრთელდება თუ არა. ასევე ადვოკატიც ვერ დაიცავს, თუ მას არ ტკივა დასაცავი პირის ტკივილი. ამ ემოციას თქვენ ხართ ნამდვილად კარგი ადვოკატი. ძალიან კარგად დაიცავით ეხლა ადვოკატის პროფესია. ზურათუსკია იყო ასე ვთქვათ, პროკურორი და მბრალმდებელი, რომ შეიძლებოდა ეს პროფესია გაუქმებულიყო და თქვენ ძალიან დამაჯერებლად ასე ვთქვათ დაიცავით ეს პოზიცია. სხვათა შორის მე მინდა ბატონმა ზურამ უყუროს საპრეზიდენტო ამერიკის ერთ-ერთი საპრეზიდენტო არჩევნების დებატებს ტელევიზიით პირველად გადაიცა დებატი ნიქსონსა და კენედის შორის. ტელევიზიით გადაიცა, ძალიან საინტერესო თემებზე ჰქონდათ კამათი და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და რა ხდებოდა? დაახლოებით 50% ამერიკის მოქალაქეების უსმენდა რადიოთი ამ დებატს. და 50% უყურებდა ტელევიზიით. და შემდეგ ჩატარდა ერთგვარი გამოკითხვა. ვინ მოიგო დებატი? ვინც ტელევიზიით უყურებდა, ყველანი ამბობდნენ, რომ მოიგო კენედი. ვინც რადიოთი უსმენდა, ამბობდნენ, რომ მოიგო ნიქსონი. ხო. აი ეს რას ნიშნავს? ალბათ სხეულის ენა, იმას იქ რაღაცა. კენედის ჰქონდა დამაჯერებელი სხეულის ენა. და ნიქსონი მართალია. ეგ საკამათო არ ვიცი. ნიქსონი მართალია რომ უფრო მომზადებული მეტი სტატისტიკები მოყავდა და ასე შემდეგ. მაგრამ ცოტა მომაბეზრებელი იყო ეს სცენელისთვის. და სხეულის ენა ჰქონდა ძალიან დაძაბული. აი მაგალითად, რასაც ვასწავლი ხშირად უხსნი სტუდენტებს, არის ის რომ ტრიბუნის გამოყენება ძალიან ბევრმა იცის არასწორად. ძალიან ბევრი ადამიანი არასწორად იყენებს ტრიბუნას. ნიქსონი კენედისგან განსხვავებით
ტრიბუნას იყენებდა არაეფექტურად. ყოველთვის სტუდენტებს მომავალ ადვოკატებს ამას უხსენ, რომ ტრიბუნის სწორად გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ძალიან ბევრი გამოსვლელი ტრიბუნას ებღაუჭება, ეჭიდება და ეხუტება. და სმენელის თვალში ეს ნიშნავს იმას, რომ პირს არ შეერა იმ სიტყვების გასაცავოს, რომ პირი არ არის დამაჯერებელი, ის ვერ დგას მყარად, მას სჭირდება რომ რაღაცა ჩაებღაუჭოს. და ნიქსონი რას აკეთებდა? ტრიბუნას საერთოდ არ ეხებოდა. მაქსიმუმ შეიძლებოდა ცალი ხელი დაედო მსუბუქად, ან ნივთები დაედო, მაგალითად ფუცლები, საწერ-კალამი და ასე შემდეგ. ანუ ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმისათვის, რომ ნივთები დავაწყოთ და არა იმისათვის, რომ ჩავებღაუჭოთ. და იმდენად განსხვავებული სხეულის ენა ჰქონდათ, იქ უკვე მსმენელი, რომელიც ასევე უყურებდა მათ, ნაკლებ ყურადღებას არცევდა მათ სიტყვებს და რა თქმა უნდა, ვინც უყურებდა ტელევიზიით, თითქმის ყველამ თქვა, რომ კენედი მოიგო ეს დებატი. მე ხაზი გაუსვი ამ ყველაფრით სხეულის ენის მნიშვნელობას. ეს არის ადამიანური ფაქტორი. AI აი ამას ვერ ჩაანაცვლებს. AI-მ შეიძლება შეადაროს აი მაგალითად ერთმა პირმა შეიძლება მოიყვანოს რაღაც არასწორი სტატისტიკა, რაღაც არასწორი ინფორმაცია გააჟღეროს, ფაქტი გააჟღეროს არასწორად, მეორე პიროვნებამ შეიძლება სხვანაირად გააჟღეროს ფაქტი. და AI-ს რომ მკითხო, რომელი არის მართალი, AI მოახდენს შედარებას და გეტყვის, რომ პირველის ნათქვამი შეესაბამება მტკიცებულებას. მეორე პიროვნების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება მტკიცებულებას. ამ ყველაფერზე გიპასუხებს სწორად AI, მაგრამ სხეულის ენა, რომელსაც უფრო დამაჯერებელი ქონდა, თვალებში რომელი უფრო მეტად გიყურებდა, რომელი გაჩვენებდა იმას, რომ იყო გულწრფელი, როდესაც შენთან კომუნიკაციობდა, ამ ყველაფრის შეფასება უკვე ეს არის ადამიანის პრეროგატივა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ზოგადად იმისათვის, რათა გავაჯანსაღოთ მარცხეჭულება, მნიშვნელოვანი არის ნაფისსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. დამერწმუნეთ, მოსამართლე ხანდახან იცის, რომ პირი დამნაშავეა, მაგრამ მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა. რაღაც შეცდომებით დაუშვა პროკურატურამ და ის ამართლებს კონკრეტულ პირს და ნაფიცი მსაჯულები კი შინაგანი წმენდღის შემთხვევაში იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ან მოსამართლე, ან ნაფიცი მსაჯული და მოსამართლესაც და ნაფიც მსაჯულსაც ბევრი ისეთი კრიტერიუმი აქვს მტკიცებულებების შეფასების კუთხით და დამნაშავეობა უდანაშაულობის კუთხით და კრიტერიუმს ვერაზროს ექნება AI-ს. ასევე საჭიროების მიხედვით, აი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებით შეიძლება სასამართლო პრაქტიკა შეცვალოს კონკრეტულმა მოსამართლემ. და AI-ს ამ ყველაფრის შეფასება ძალიან გაუჭირდება. კიდევ ვიმეორებ, რომ ადამიანური ფაქტორის გარეშე ადვოკატის პროფესია არ არსებობს. და ადამიანური ფაქტორის გარეშე ადვოკატი ვერ იქნება ეფექტური დამცველი. ძალიან საინტერესო ამიხსენით და ძალიან საინტერესო შეწინააღმდეგება იყო ბატონ ზურას მოსაზრებასთან. დიდი მადლობა. ახლა მინდა მომიყვეთ იმის შესახებ, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება და როდის მიიღეთ გადაწყვეტილება გამხდარიყავით ადვოკატი და რამდენი ხანი დაგჭირდათ იმისთვის, რომ გამხდარიყავით, საქართველოში ნომერ პირველი ადვოკატი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ადვოკატის პროფესია არის იმ ადამიანების პროფესია, ვისაც უყვარს სუსტის დაცვაცლიერისგან. თითქმის ყოველ მეორე მესამე დღეს ადვოკატები ვაწყდებით მოცემულობას, როდესაც შევდივართ დაკავებული სანახავად, კონკრეტული პიროვნების სანახავად შევდივართ, მისგან ვისმენთ ისტორიას, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, შემდეგ ვეცნობით მტკიცებულებებს და ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ გაკეთებული ყველაფერი, რომ ეს პირი დაადანაშაულა. ჩვენ ვხედავთ ხშირ შემთხვევაში, რომ ფარული მოსმენები არის განხორციელებული 5000 საათი, საქმეში კიდევს 50 წამის ჩანაწერი. მხოლოდ ის ჩანაწერი, რომელიც პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადასტურებს. დანარჩენი გამქრალი არის. ჩვენ ვხედავთ მოცემულობას, როდესაც მთავარი მოწმეები, ყველა მთავარი მოწმე, რომელიც ფაქტს უყურებდა, თავის დროზე დაშინებული არის, დაარწმუნეს, რომ ესა თუ ის ჩვენება უნდა მიეცათ და ერთგვარად შეკოწიწებული სისხლის სამართლის საქმე დევს. ერთი შეხედვით საქმეს რო შეხედავ, ჩანს რომ პირი დამნაშავეა, მაგრამ შენ იცი სიმართლე.
და შენიც რეალობა, რომ პირი არის უდანაშაული. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება. ანუ მოგეხსენებათ, რომ გამოძიების დროს იმისათვის, რათა გამოძიება ჩატარდეს ეფექტურად, ჯერ უნდა შეაგროვონ მტკიცებულებები. აი მაგალითად, ბავშვობაში ყველას აუწყვრია ეგრეთ წოდებული ფაზლი, ხო? პატარ-პატარა ნაწილები სწორად უნდა შეაერთო, რომ მიიღო საერთო სურათი. ყველა საინტერესებს შემდეგ რა სურათი აღმოჩნდება, ხო? ანუ ფაზლებს ხშირად აწყობდით და ამან გადაგაწყვეტინათ ადვოკატებად. აქ გამოძიებაში ხშირად ასაკეთებენ, იცით? ჯერ სურათს არჩევენ, ბრალდებულს არჩევენ და მე თავიანთ ძალაუფლებას იყენებენ, რომ მტკიცებულებები შეაკოწიცონ ამ ადამიანის მიმართ. აი სწორედ ასეთ დროს ჩანს ადვოკატის როლი და ადვოკატის ძალა. ანუ ეს არის პროფესია, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, რომ დაიცვა ერთი დაჩაგრული ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით განწერული. ჩვენ გამოვდივართ ხშირად ტელევიზიით და ვერთვებით საქმეებში, სადაც უდანაშაულობის პრეზუმპცია არის დარღვეული. ტელევიზიებმა განაცხადეს, რომ ცხელ კვარზე დააკავეს სასტიკი მკვლელი, გსმენიათ ალბათ. ეს ჟურნალისტიკის მინუსი. და საზოგადოებაში არის გამჯდარი მოსაზრება, რომ პირი არის მკვლელი და პირი არის სასტიკი დამნაშავე. და შენ, რომელიც ეცნობის შიგნიდან ამ ყველაფერს, ოდესაც თვალებში ჩახედავ ამ ადამიანს, როცა ისმენ მისგან მონახორს, შენ ხვდები, რომ ეს კაცი არასწორი გამოძიების ხერხი არის. და შენ ხარ ის ადამიანი, რომლის იმედიც აქვს მას. შენ ხარ ადამიანი, რომელიც უნდა შეეწინააღმდეგო ამ PR კამპანიას, ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ჩეკერლის საქმეს, უნდა დაარტყა სუსტ წერტილში. შენ მცირე რესურსებით უნდა დაარწმუნო სასამართლო და ნაფიცი მსაჯულები და ასევე საზოგადოება, რაც ხანდახან ყველაზე რთულია, რომ პირი უდანაშაულოა და შენ გიწევს ფაქტობრივად აწყობილი, აშენებული საქმის დანგრევა უდანაშაულო პირის სასარგებლოდ. მსგავსი რამის გაკეთება ძალიან რთულია და ამ დროს ასევე ხშირ შემთხვევაში ადვოკატი ხდება თავდასხმის მსხვერპლი. კომენტარები გინახავთ ალბათ, რომ მისი ადვოკატის ძალიან სტრესული მისი ადვოკატის დაიჭირეთ. დიახ, ძალიან სტრესულია ეს პროფესია და ხო არ გაიხსენებთ რამე ეგეთ მომენტს, როდესაც იყო თქვენს წინააღმდეგ საზოგადოების, ასე ვთქვათ, აგრესია, საზოგადოების მიერ, ასე ვთქვათ, თქვენი რაღაცა დაბულინგება ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ხშირად მე მსმენია და მინახავს ასეთი განწყობა ადვოკატების მიმართ და ვფიქრობ ალბათ საზოგადოების ნაწილის არაინფორმირებულობაა ის რომ აგრესია მოდიოდეს ადვოკატზე, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედით მე არა ვარ იურისპრუდენციაში დიდად ჩახედული, ადვოკატმა უნდა დაიცვას როგორც დამნაშავე, ასევე უდანაშაულო ადამიანი, რომელიც არის ასე ვთქვათ, კანონის წინაშე წარსდგება, და მოახდინოს დაცვა. ცუდია, კარგია, ამას მნიშვნელობა ალბათ არ აქვს, ხო? დიახ, ადვოკატის შემთხვევაში, რაც შეეხება დაბულინგებას, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებ, უამრავი შემიძლია გავიხსენო. როდესაც გააპიარეს, რომ ცხელ კვარზე დააკავეს სასტიკი დამნაშავე, შემდეგ მისი ფოტოები დაიდო, მკვლელი იცნობდეთ, მკვლელი და საერთოდ მისმა სანათესაომ თავი როგორ უნდა გამოყოს გარეთ, ესეთი კომენტარებიც დაიწერა და პოსტები დაიწერა და უცებ შენ გიწევს ასეთ საქმეში ჩართვა. შენ თხოვენ, რომ ჩაერთო საქმეში, ხვდები ოჯახის წევრებს, ისმენ რადიკალურად სხვა რეალობას, ვიდრე ის რაც ტელევიზიით აჩვენეს. შემდეგ ხვდები დაკავებულ ადამიანს და მისგანაც ისმენ რადიკალურად სხვა რეალობას, განსხვავებით პროკურატორის პოზიციისგან, შენ იჯერებ მის სიმართლეს და ერთვების საქმეში. და კონკრეტული ესეთი შემთხვევა იყო, რომელიც სხვათა შორის ნაფიც მოსაჯულებმა განიხილეს და საინტერესო რა იყო, რომ დასკრინულიც კი მქონდა რამდენიმე ყველაზე ბინძური კომენტარი. ერთ-ერთი კომენტარი იყო, რომ ეს ადვოკატი უნდა ჩაქოლოთ იმის გამო, რომ სასტიკ დამნაშავეს იცავს. და კომენტარები იყო კიდევ როგორი, იცით? ადვოკატის პროფესია რა საჭიროა, უნდა გაუქმდეს. და როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მტკიცებულებების ჩვენება საზოგადოებას, გავაკეთეთ არაერთი პრესკონფერენცია, მივეცეთ არაერთი ინტერვიუ, საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოვფინეთ ნაწილი და ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი იყო უდანაშაული. ზუსტად ის ადამიანი გვილოცავდა გამამართლებელ ვერდიქტს, რომელიც პირადად ჩემს ჩაქოლვას ითხოვდა იმის გამო,
რომ მე ჩავერთე როგორც მისი ადვოკატი. ანუ რა ხდება? ადამიანები ხშირ შემთხვევაში იქნიან შეხედულებებს, ისე რომ დეტალები არ იციან. და აი როგორც ადამიანს სანამ არ მოწყურდება წყლის მნიშვნელობას ვერ იგებს და სანამ არ მოშივდება საჭმლის მნიშვნელობას ვერ იგებს, ასევე ადამიანი სანამ თვითონ არ აღმოჩნდება უსამართლობის ხორბლი, ვერ ხვდება თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ და ეფექტურ ადვოკატს. მე შემიძლია მაგალითი გავიხსენო იმის საჩვენებლად, თუ ხშირ შემთხვევაში ადამიანები როგორ ვერ აცნობიერებენ ადვოკატის როლს ქვეყნის მართლმსაჯულების, დემოკრატიის და საზოგადოების განვითარებაში. შემიძლია ერთ-ერთი საქმე გავიხსენო, სადაც ვიცავდი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, რომელსაც თავს დაისხა ახალგაზრდა ბიჭი დანით და მან თავდაცვის მიზნით მოკლა. ჭრილობა მიაყენა და ჩვეულებრივ აუცილებელი მოგერიება იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახს და სანათისაოს ეს არ აინტერესებს, მათი ინტერესი საგან იყო, რომ პირი უნდა დასჯილიყო. და ისინი ძალიან აგრესიულები იყვნენ სასამართლო პროცესებზეც. გარკვეულ კომენტარებს აკეთებდნენ ჩემი მისამართით პროცესის შემდეგაც იყო გარკვეული გაწევ-გამოწევა, რა თქმა უნდა, ყვირილი, წყევლა და ასე შემდეგ. ასევე სხვადასხვა პოსტერს მიძღვნიდნენ თუ როგორ ვიცავდი პირსის ხლიან მკვლელს. და როდესაც ჩვენ ეს საქმე დავასრულეთ, ანუ დაახლოებით 60 წელიწადში ჩემს ტელეფონზე შემოდის ზარი, მირეკავს ადამიანი და მეუბნება ასეთ რამეს. მე თქვენ ბატონო ტარიელ გიცნობთ, თქვენ მე მიცნობთ, თქვენ წლების წინ იცავდით ჩემი შვილის კვლელის ინტერესებს და მე დღეს გირეკავთ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე დღეს თქვენ გთხოვთ დახმარებას. ჩემს მეორე შვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს მის ეფექტურად დაცვას. მე მახსოვს, თქვენ როგორ ხმალამოღებული იცავდით ჩემი შვილის მკვლელს, როგორ უკან არიხევდით და როგორ ასაბუთებდით მის პოზიციას, სწორედ ასეთი ადვოკატი მჭირდება ჩემი შვილისთვის. და მე გავხდი მისი მეორე შვილის ადვოკატი. ოჯახშიც ვესტუმრე არაერთხელ. და დღეს ეს ადამიანი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია. აი დაუკვირდით, ეს ადამიანი ვერ ხვდებოდა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობას, მანამ სანამ საკუთარ თავზე არ იწვნია უსამართლობის ტკივილი და სიმწარე. და მე კარგად მახსოვს იმ საქმეში, მკვლელობის საქმეში, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო პოლიციელების მიერ შექმნილი რაღაც დოკუმენტაციები და პოლიციელთა ჩვენებები. და მე ვამბობდი, რომ ესენი ცრუობენ. ეს პოლიციელები არ არიან გულწრფელები. და ეს ქალბატონი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება პოლიციას არენდო ქვეყანაში, როგორ შეიძლება, რომ ყველა პოლიციას ტყუილი დააბრალო. და შემდეგ, როდესაც პოლიციამ წლების შემდეგ ჩაუდო ნარკოტიკი მიშვილს, უკვე საპირისპიროს ვასაბუთებდით. შვილი თუ გაამართლა. დიახ. და დღეს კიდევ ვიმეორებ, მისი შვილიც და ეს ქალბატონიც ჩემი მეგობრები არიან. რა მაგარი ისტორია, ძალიან მაგარი ისტორია. ბატონ ტარიელ, ეგეთი კითხვა მაქვს ახლა თქვენთან, რაც ასე იგი ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გავაკეთე ეს პოდკასტი არის იმ თაობის ინფორმირება კონკრეტული პროფესიების მიმართ, რომელიც აი ამ მომენტში წყვეტენ თავიანთ პროფესიულ მომავალს. საინტერესო არის რამდენად რთულია გახდე ადვოკატი, რამდენად რთულია ისწავლო და მიიღო ეს განათლება და შემდეგ საინტერესო არის ასევე რა პერიოდი ჭირდება აი ამ სწავლის და განათლების მიღების შემდეგ, რომ გახდე ცნობილი და მიაღწიო წარმატებას. ეს ალბათ პირველ და მეორე წელს არ მოვა, ხო, უნივერსიტეტის დამთავრებიდან. პირველ რიგში მინდა უნივერსიტეტებზე ვისაუბრო. გასაგებია, რომ ბოლო წლებში პრაქტიკული ელემენტები შემოვიდა შედარებით უნივერსიტეტში, მაგრამ ჩვენს უნივერსიტეტებში დღეს ადამიანი ვერ ისწავლის, როგორ დაიცვა ადამიანი. შეიძლება შენ ისწავლო, როგორ დააკავო ადამიანი და როგორ დააკვალიფიცირო კონკრეტული ქმედება სწორად, მაგრამ აი უდანაშაულო ადამიანს დაცვა. ეს სხვა ხელოვნება არის, ეს სხვა ტექნიკა არის, ეს სხვა მეცნიერება არის და ამას უნივერსიტეტში ვერ ისწავლო. გამორიცხული არის. რა საინტერესო. აბა რა უნდა ქნან ამ სტუდენტებმა?
ნიშნულოვანი რა არის? ისაც მნიშვნელოვანი არის, რომ გაიარო გამოცდილ კვალიფიციურ ადვოკატთან სტაჟირება. მოგეხსენებათ, რომ წლების წინ ადვოკატები ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ადვოკატის გამოცდას ჩააბარებდნენ, შემდეგ წარმოადგენდნენ დოკუმენტაციას, რომ სადღაც სტაჟიორი იურისტად მუშაობდა, ან იურისტად მუშაობდა რომელიღაც კომპანიაში და ხდებოდნენ ადვოკატები. ანუ პროფესიაში შემოდიოდნენ ადამიანები, ვინც სასამართლო პროცესზე არ იყო ნამყოფი. წარმოიდგინეთ. ეს შეიცვალა რამდენიმე წლის უკან ადვოკატთა ასოციაციამ შემოიღო მენტორის ინსტიტუტი და დღეს რას ვხედავთ ჩვენ. და მეც აღმასრულებელი საბჭოს წევრი ვიყავი მაგ დროს და მე ვამაყობ, რომ ჩვენ დროს მოხდა აღნიშნული ცვლილება, რატომ პროფესია გაჯანსაღდა შედარებით და პროფესიაში შემოდიან ისეთი ადამიანები, ვინც რწმუნდებიან, რომ ეს არის მათი პროფესია. და უამრავი ადამიანი, როდესაც უკვე ვალდებულია ადვოკატთან, მენტორ ადვოკატთან გაიარონ სტაჟირება, სანამ ადვოკატები გახდებიან და ჩვენ ვთავთ კონკრეტულ საქმეებში, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი წმუნდება, რომ ეს არ არის მისი პროფესია. უარს ამბობენ და არ შემოდიან პროფესიაში. და ადამიანები, რომლებიც თავიდან ურჭოფობენ, ხვდებიან ხშირ შემთხვევაში ეს თურმე მათი პროფესია, თურმე ძალიან მაგრად გამოსდით ეს. ჯანუ რა ხდება? პროფესიაში შემოდიან მხოლოდ ისეთი კადრები, რომელთა მოწოდებაც არის ეს პროფესია. აი სწორედ ასეთი ადამიანები ჭირდება ადვოკატის პროფესიას. დამერწმუნეთ, რომ ადვოკატი, რომელიც შემთხვევით გახდა ადვოკატი, ვერასდროს იქნება ეფექტური ადვოკატი. ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე პროფესია. თუ შენ ბედნიერებას არ განიჭერს უდანაშაულო ადამიანის დაცვა, შენ ვერ იქნები წარმატებული და შეიძლება სუფთა იურიდიულად ისე დაიცვა ადამიანი, რომ ვერავინ მოგედავს. სამართლებრივად ვერავინ მოგედავს, ვერავინ თქვას, რომ შენ შეცდომა დაუშვი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არის, რომ ეს იყოს შენი მოწოდება და ყოველდღიურად მუშაობდეს საკუთარ თავზე. აი, როგორც მაგალითად, ნებისმიერი, აი, მოკრევე შეიძლება ამოვარდეს ფორმიდან, თუ ყოველდღიურად არ ივარჯიშა. ზუსტად ასე ხდება ადვოკატის შემთხვევაშიც. აი, მაგალითად, მე თუ ერთი თვე ჯვარედინი დაკითხვა არ ჩამიტარებია, მე გრძნობ, შეიძლება სხვა ამას ვერ მიხვდეს, რომ ჩემი ჯვარედინი დაკითხვა ისეთი ბასრი ვეღარ არის, როგორც მანამდე იყო. ამიტომ ეს მჭირდება, რომ მუდამ ფორმაში ვიყო და ხშირად აი, როდესაც ბათუმში მივდივარ მაგალითად და მანქანაში ვარ სადღაც 5 საათი, ყოველთვის მე პირადად დღესაც ამას ვაკეთებ, რომ ჩართული მაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მანქანაში, ვუსმენ, ვცდილობ, რომ იქიდან რაღაც შეცდომები დავიჭირო და გამოვასწორო. ან სხვადასხვა ამერიკული პროცესები და ასე შემდეგ და სადაც რაღაც ისეთი ტექნიკა დავიჭირო, რაც მე აქამდე არ მქონდა ნანახი და რაც შეიძლება მე გამომადგეს ჩემს საქმეებში, რომ ადამიანები ეფექტურად დავიცვა, რომ სხვა ადვოკატებს ვასწავლო, სხვებს მივცე ინფორმაცია ამის შესახებ. და ეს არის ამოუწურავი საკითხი. ანუ მე ერთ-ერთი ინტერვიუ მახსენდება, ერთ-ერთი ამერიკელი ადვოკატი იყო, ეფლი ბეილი, რომელმაც დაწერა 10-მდე სახელმძღვანელო მარტო ერთ საკითხზე. როგორ ჩავატარო ჯვარედინი დაკითხვა. და ბოლო სახელმძღვანელო რომ დაწერა და ინტერვიუ მისცა, თქვა, რომ 10-მდე წიგნი დავწერე და ჯერ კიდევ ვერ ამოვწურე ეს თემა, ჯერ კიდევ არ ვიცი კარგი დაკითხვა როგორ ჩავატარო. აი როგორც გადაყარეთ ის ბოლო 9 წიგნი რაც დავწერეო და ფერბურთელი, აი ამით იმის თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა გავიგოთ, ამის იმის თქმა უნდა, რომ ეს არის ამოუწურავი თემა. ყოველთვის შეიძლება გახდე უკეთესი. აი როგორც სპორტში ყოველთვის შეიძლება გახდე უკეთესი. ხო, არ არსებობს რაღაც ლიმიტი და სხვა არის, ხო? ასევე ჯვარედინი დაკითხვაშიც ყოველთვის შეიძლება გახდე უკეთესი და სასამართლო პროცესი. ანუ ძალიან გავს ეს ჩვენი პროფესია, სპორტსმენის პროფესია, აი როგორც ზოგადად ისტორიულად ყოველთვის ასე იყო, ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ, აქვთ და მომავალშიც ეკნებათ სიახლეების შიში, ტექნიკის განვითარების შიში. აი მაგალითად რომ გავიხსენოთ, ფაბრიკა ქარხნებში, როდესაც განვითარდა ტექნიკა და უკვე მანქანამ ჩაანაცვლა ადამიანები, თუ სჭირდებოდათ 500 კაცი, შემდეგ უკვე დასჭირდათ 500-ის ნაცვლად 50 კაცი და 450 კაცი დარჩა დაუსაქმებელი. და ამტვრევდნენ კიდეც მანქანებს, რომ ეს არის ჩვენი მტერი, ეს არის ეშმაკის მოგონილი, ჩვენ ხელფას ვერ მივიღებთ, ჩვენ ვერ დავსაქმდებით და ასე შემდეგ. იგივე ზოგიერთმა ფანატიკოსმა ტელევიზორების დროება დაიწყო და თქვეს, რომ ტელევიზია თითქოს იყო ეშმაკის
გამოგონილი რაღაც ბოროტება. მობილურზეც იგივე იყო. მე ახლაც მაგას ვიძახი ტელევიზიაზე. YouTube-ს უყურეთ, ახლა ბევრად კარგი არის. ტელევიზიაზე კი არ არის პრობლემა. ტელევიზიითაც შეიძლება, ტელევიზიის გამოყენებაც შეიძლება სასიკეთოდ. ტელევიზიის გამოყენებაც შეიძლება კეთილი მიზნებისთვის, ბოროტე მიზნებისთვის, მობილურის გამოყენება შეიძლება კეთილი მიზნებისთვის, რომ ადამიანები გადაარჩინო, მაგრამ ადამიანები არიან, რომლებიც მობილურს იყენებენ მკვლელობების ჩასადენად და ბოროტ მოქმედების ჩასადენად, ასე რომ ვთქვათ, ხომ? ანუ ტექნიკაში კი არ არის გამოწვევა არის იმაში, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამა თუ იმ ტექნიკას. იგივე უნდა ვთქვათ AI-ზეც. AI ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კეთილი მიზნებითაც და ბოროტი მიზნებითაც. რაც შეეხება ჩანაცვლებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამან შეიძლება ჩაანაცვლოს, აი მაგალითად თანამშრომელი, რომლის თავარი მოვალეობა არის ის, რომ მოძებნოს მაგალითად სტატისტიკები და პრეცედენტები. აი მაგალითად თუ ხავს იურიდიულ კომპანიაში თანამშრომელი, რომლის პირდაპირ მოვალეობა არის, რომ მოძებნოს მაგალითად 1 საუკუნის წინ დიდ ბრიტანეთში კონკრეტულმა სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, მსგავს საქმეზე რა პრეცედენტები იქნა მიღებული, ამას სჭირდება ხშირ შემთხვევაში მრავალი დღის მუშაობა. და AI-მ შეიძლება შეგიმსუბუქოს სიტუაცია და მოგიძებნოს დაახლოებით წუთ ნახევარში. ის რასაც ერთმა თანამშრომლმა უნდა იმუშაოს დღეების და თვეების განმავლობაში. აი ეს თანამშრომელი უკვე შეიძლება გახდეს გარკვეულწილად უსარგებლო იმის გამო, რომ AI განვითარდა. მაგრამ ადვოკატის ემოციას, ადვოკატის გრძნობებს, სხეულის ენას, ადვოკატის ღირსებას და მთელ რიგ სიღრმეებს, რისგანაც რეალურად შედგება ადვოკატის პროფესია, AI ვერაზროს ვერ ჩაანაცვლებს. თანამშრომლებო ფრთხილად იყავით, რომ დაბრუნდება თქვენი უფროსი სამსახურში. კარგად გამოკითხეთ, რომლის ჩანაცვლებას აპირებს AI. სხვათა შორის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ AI არ შევიყვანოს შეცდომაში, მე შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი, როდესაც რაღაც სტატისტიკას ვეძებდი, რომ გამომეყენებინა დასკვნითი სიტყვისთვის და AI მტკიცებით ფორმაში მომაწოდა რაღაც ინფორმაცია. და როდესაც უკვე შევედი, დავინტერესდი, მოვიძიე, AI დაიყრდნო ძალიან არასანდო ინფორმაციას. ფაქტობრივად დაიყრდნო ტყუილს. ანუ კონკრეტულმა პიროვნებამ რაღაც მიზნებიდან გამომდინარე, ტყუილი ინფორმაცია დადო სადღაც ინტერნეტში და AI-მ გადამოწვევის გარეშე გამოიყენა ეს, რომ ჩემს კითხვაზე ეპასუხა მტკიცებით ფორმაში. და მე რომ AI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პირდაპირ ჩამესვა დასკვნის სიტყვაში, მე იმ საქმეს ავაგებდი. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, სანამ AI-ს გამოვიყენებთ. უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ სიფრთხილით და ჭკვიანურად. ადამიანები ირჩევენ პროფესიას იმისთვისაც, რომ იცხოვრონ, ხო? გარკვეული შემოსავალი მიიღონ. გარდა იმისა, რომ ვიღაცას უყვარს თავის პროფესია და სიყვარულით აკეთებს ამას და ეს ყველაზე კარგია. პროფესიას მოაქვს შემოსავალიც, რომელიც ადამიანს ჭირდება. რა არის დღევანდელი ადვოკატის შემოსავალი საქართველოში? უხერხული კითხვა კი არის, მაგრამ მინდა რომ დაახლოებითი ციფრები გაიგონ ადამიანებმა, გაიგონ ახალგაზრდება, ვინც აპირებენ ადვოკატის პროფესიის არჩევას, როგორ არის საათობრივად არის ალბათ ანაზღაურება. თუ აი ამ სიღრმეებში არიან ადვოკატები, ვინც მუშაობენ საათობრივად, არიან ადვოკატები, ვინც იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ სხვადასხვა პირებს და ისინი საათობრივად იღებენ ანაზღაურებას და არიან ადვოკატები, ვინც მაგალითად იღებს ანაზღაურებას ამგვარი პრინციპით, რომ საქმის დასრულებამდე იურიდიული მომსახურების საფასური იქნება კონკრეტული ჰონორარი და ასევე შეიძლება იყოს ეს გააჩნია ინდივიდუალურია ყველაფერი ბონუსის თანხა. და არიან ასევე ადვოკატები, ვინც საათობრივად იღებენ, რა თქმა უნდა, უწევენ იურიდიულ კონსულტაციებს და ასევე არიან ადვოკატები, ვინც პირდაპირ ეუბნება კლიენტს, რომ ჰონორარი იქნება საქმის დასრულებამდე კონკრეტული თანხა და შემდეგ ბონუსი კიდე შეიძლება შეუთანხმოს. დაახლოებით რა თანხაზე არის საუბარი? ანუ აი საათობრივი ანაზღაურება კარგი ადვოკატის დაახლოებით რა დიაპაზონში მერყეობს. შეუძლებელია ვინმემ ადვოკატს დაუწესოს კონკრეტული ლიმიტი. ანუ შეუძლებელია ვინმე ადვოკატს უთხრას, რომ შენ ეს თანხა უნდა აიღო, ეს ძალიან ცოტა არის, აი ეს ძალიან ბევრი არის. ეს იმდენად ინდივიდუალურია, რომ ამის რიცხვებში გამოხატვა და გაჟღერება შეუძლებელი არის. შეიძლება იყოს
კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სირთულით უდრიდეს 50 სისხლის სამართლის საქმეს. და შეიძლება იყოს კონკრეტული საქმე ისეთი, რომ არანაირი ჰონორარი არ იყო, იმდენად კიოდეს კონკრეტული პიროვნების ტკივილი, ადამიანს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაგიხადოს თანხა და შენ მაინც ბედნიერი იყო, როდესაც მას იცავ. თავარი რა არის ამ პროფესიაში, ადვოკატის პროფესიაში? თავარია, რომ შენ სიამოვნებას იღებდე შენი საქმით. მე, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე პირადად, არც ერთ სხვა სფეროში არ მიმუშავია. მაშინვე ჩავაბარე ადვოკატის გამოცდები და მაშინვე გავხდი ადვოკატი და მხოლოდ ამ პროფესიას ვემსახურები წლების განმავლობაში. ყოველ დღე მაქვს პროცესები, მათ შორის დღეში 3, 4, 5, 6 პროცესიც კი ხანდახან დღეში მაქვს ყოველდღიურად, წარმოიდგინეთ და შაბათ კვირას, ხშირ შემთხვევაში შაბათ კვირას, უკვე კვირას საღამოს ისე მენატრება სასამართლო დარბაზში შესვლა, რომ ერთი სული მაქვს, როდის გათენდება, როდის მოვა ორშაბათი, რომ შევიდე სასამართლო დარბაზში და უდანაშაულო კაცი დავიცვა. ეს არის უდიდესი ბედნიერება, ეს არის უდიდესი სიამოვნება, ღირსების შეგრძნება არის და ამას ვერანაირი ჰონორარი ვერ ჩაანაცვლებს. ხშირად უშვებენ რა შეცდომას, იცით რომ დამწყები ადვოკატები იღებენ ისეთ საქმებს, რომელზე მუშაობაც მათთვის სიამოვნება არ იქნება. იმისათვის, რათა გამოიმუშაონ სწრაფი ჰონორარი, დიდი ჰონორარი. და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ჩაერთო ისეთ საქმეებში, სადაც შენთვის იქნება საინტერესო და სასიამოვნო მუშაობა და ამ საქმეზე მიღებული წარმატება ისეთ სახელს მოგიტანს, რომ შემდეგ უკვე ბევრად მარტივი იქნება შენთვის თუნდაც მეტი ჰონორარის გამომუშავება. ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ადვოკატებს, მომავალ ადვოკატებს, რომ ადვოკატის პროფესიის მთავარი ღირსება არის ერთი, ის რაც სხვა იურიდიულ პროფესიებს ნაკლებად გააჩნია, არჩევანის თავისუფლება. ადვოკატები თავად ვირჩევთ, ვინ დავიცვათ, ვინ არ დავიცვათ, რომელ საქმეში ჩავერთოთ, რომელ საქმეში არ ჩავერთოთ, ჩვენ ვერავინ გვაიძულებს, ჩვენ არ გვყავს უფროსი, ჩვენ თავად მართავთ ჩვენს ფინანსებს და ჩვენ თავად საზღვრავთ. ვის რა ჰონორარი უნდა დაუწესოთ, დავინახავთ, რომ კონკრეტული პირი არის შეჭირვებული ოჯახიდან, რომ პირს არ აქვს შესაძლებლობა, ძალიან ხშირად ადვოკატების დიდი ნაწილი დეხმარებით საერთოდ უფასოდ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამადაც მაქვს ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე ისეთი, სადაც ყველაზე დიდ დროს ხარჯავ ალბათ სხვა საქმეებთან შედარებით, მაგრამ მე იმ კონკრეტულ საქმეში არანაირი ჰონორარი არ ამეღია. რატო? იმიტომ რომ ხედავ, რომ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს თანხა, ხედავ, რომ ის უდანაშაულოა, ხედავ, რომ ის იჩაგრება და უბრალოდ ბედნიერება არის. როდესაც იცი, რომ შეიძლება უსამართლობას გამოსტაცო ერთი ადამიანი, წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა და უადო თავისუფლების საკვეთა ელოდება. ზოგს გონია, რომ ერთი უდანაშაულო ადამიანის დაცვით ადვოკატი მარტო ერთი ადამიანის ცხოვრებას გადაარჩენს. ეს ასე არ არის. ამ ერთი ადამიანის უკან არის მისი ოჯახი, მისი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები და სხვა ადამიანები. და როდესაც შენი ბრძოლით ამ ერთ ადამიანს იცავ, ეს უკვე სხვა ადვოკატებსაც აძლევს мотивაციას, რომ იბრძოლონ უდანაშაულო ადამიანის დასაცავად, თუნდაც ჰონორარის გარეშე. და როდესაც ერთი ადამიანი იბრძვის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ესეც ასევე мотивაციას აძლევს სხვა ადამიანებს, რომ ასევე იბრძოლონ თავიანთი უფლებებისათვის. პრობლემა რა არის, იცით, ხშირად ადამიანები არ იბრძვიან. ხშირად ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოუგებ. და სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი კიდევ იცით რას ფიქრობს, რომ ძლიერი სახელმწიფო არის თითქოს ის სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტს შეუძლია უდანაშაულო ადამიანი დაიჭიროს როცა უნდა, ციხეში გაუშვას როცა უნდა და რამდენი ხნითაც უნდა. ეს ასე არ არის. სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი და შემდგარი, როდესაც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არც გავლენიანი ახლობლები ყავს, არც გავლენიანი ნათესავები ყავს და ნაცნობები, შეუძლია დაამარცხოს სასამართლოში სახელმწიფო ინსტიტუტი და გაამარჯვებინოს საკუთარ სიმართლეს. აი, ასეთი სახელმწიფო საშენება გვინდა ჩვენ ადვოკატებს და სწორედ ამიტომ არსებობს ესეთი
გამოთქმა, ასე რომ ვთქვათ, ამერიკელი ადვოკატები იყენებენ ხშირად ამბობენ, რომ ადვოკატები ვართ მართლმსაჯულების ჯარისკაცები. სწორედ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიცავთ ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში მყოფ დაჩაგრულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ იმედს, ჩვენი ბრძოლა აძლევს იმედს და ამისათვის საჭირო არის რა? ამისათვის საჭირო არის, რომ ადვოკატის პროფესია იყოს ქვეყანაში ძლიერი. რაც უფრო ძლიერი იქნება ადვოკატის პროფესია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შანსიც მეტი იქნება. იქ სადაც ადვოკატის პროფესია არის დაკნინებული, გამორიცხული არის იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. თქვენს კარიერაში დაახლოებით რამდენი ადამიანი ყავს დაცული? შეუძლებელია წარმოუდგენელი ამის დათვლა, მე რამდენი ადამიანი მყავს დაცული, უამრავი ადამიანი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა უხერხულიც კი არის ჩემი მხრიდან საუბარი, თუ რამდენი ადამიანი გავამართლე, რამდენი ადამიანი დავიცავი, რამდენი ადამიანი გადავარჩინე და ასე შემდეგ. ამის სტატისტიკა მე არ მაქვს და წარმოუდგენელია ამ სტატისტიკის გაკეთება. ამისათვის უბრალოდ საზოგადოებას 1000, 10000 უმჯობესია საზოგადოებას. ესე არის ხდება? ადვოკატის აი მაგალითად ბატონი კოტე მყავდა მარდალეშვილი, ონკოქირურგი, არაჩვეულებული ლეგენდარული ადამიანი და მას 40000 ოპერაცია ქონია გაკეთებული. ხურეთ როგორ არის? ნუ იქ სტატისტიკები არის ადვოკატურაში არა. ჩვენს პროფესიაში როგორ არის, იცით? მარტო ის არ არის, რომ შენ პროცესზე გახვედი და მოსამართლემ ჩაქუჩი გამოიყენა და გამოაცხადა გამომართლებელი განაჩენი. ან გამომართლებელი ვერდიქტი. მხოლოდ ეს არ არის. ნახეთ, როგორი არის ჩვენი პროფესია. ჩვენ შეიძლება ერთ საქმეზე მუშაობით ძალიან დიდი გავლენა მოვახდინოთ იმ საქმეებზეც კი, რომელ საქმეებში ჩვენ უშუალოდ არ ვარ ჩართული. მაგალითს გეტყვით. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და მსგავსი უამრავი ყოფილა, როდესაც დადგა კონკრეტული პრეცედენტი და გამომართლებელი განაჩენი დადგა და გაკეთდა ისეთი საინტერესო განმარტება, რომელი განმარტებაც აქამდე გაკეთებული არ ყოფილა, მე გადავუგზავნეთ ჩემს კოლეგებს მსგავს საქმეებზე, ეს პრეცედენტი ჩემმა კოლეგებმა გამოიყენეს და იმ საქმეებშიც გამომართლებელი განაჩენები დადგა ამ პრეცედენტიდან გამომდინარე. ასევე ჩემს კოლეგასაც გაუკეთებია იგივე, აი განაჩენი გაუზიარებია ჩემთვის, რომელიც ინტერნეტში არიდო, რომელიც იყო გამოტანილი რამდენიმე დღის უკან, რომელიც არავის ქონდა, მე გამომიყენებია პრეცედენტად და ამას მოყოლია გამომართლებელი განაჩენი და მე კიდევ გამივრცელებია სხვა ადვოკატებში. ამიტომ ადვოკატის როლი აი ესე კონკრეტულ რიცხვებში და გამომართლებელი განაჩენის რაოდენობებში ასახო შეუძლებელია, თუმცა მე ნამდვილად ვამაყობ უამრავი გამომართლებელი განაჩენით. და ასევე ადვოკატის როლი არ უნდა დავაკნინოთ მხოლოდ განაჩენებით. აქ მნიშვნელოვანია თუნდაც ის ყოველდღიურად რამდენ ადამიანს ვაძლევთ რჩევას. შეიძლება ადვოკატის ერთმა წინადადებამ უფრო ბევრი ადამიანი გადაარჩინოს, ვიდრე სასამართლო პროცესზე მრავალსაათიანმა მუშაობა. და ასევე რა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, რომ დავეხმარო სწორ ადამიანებს. დავეხმარო ჭკვიან მონდომებულ ღირსეულ ადამიანებს, რომ შემოვიდნენ ამ პროფესიაში ღირსეულად და მიაღწიონ წარმატებას. მნიშვნელოვანი არის, რომ გაუზიაროთ ჩემი პრაქტიკა, ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება, ის რასაც ისინი წიგნებში ვერ წაიკითხავენ. ის საკითხები, რა საკითხებთან დაკავშირებითაც უნივერსიტეტში ისინი ვერ მიიღებენ ინფორმაციას და ამით დავეხმარო ჩემს პროფესიას. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება ვიღაცას გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ ვინც მიცნობს იმას არ მოეჩვენება გაზვიადებულად, რომ ჩემი ყოფილი სტაჟიორის მიერ მოგებული საქმე არანაკლებ იხარია, ვიდრე ჩემი მოგებული საქმე. შეიძლება უფრო მეტადაც კი დარწმუნებულიო. ამაყი გავხდე, უფრო მეტად ბედნიერი ვიყო და უფრო მეტი სიამოვნების შეგრძნება გამიჩნდეს, როდესაც ჩემი სტაჟიორი, რომელიც მე შემოვიყვანე პროფესიაში, რომელსაც მე მივეცი რჩევები, რომელმაც ჩემთან მუშაობით მიიღო სტაჟი და პირველი ნაბიჯების შემოდგა პროფესიაში, იგებს ძალიან დიდ, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან პრეცედენტულ საქმეს. ეს პირადად ჩემი გამარჯვებაა და მე ყოველთვის ვეუბნები ყველას, რომ წარმატებული ადვოკატობა არ არის საკმარისი. იმისათვის, რათა შენ იგრძნო, რომ შენი მისია ეფექტურად შეასრულე. მნიშვნელოვანი არის, რომ გაუზარდო ქვეყანას ასევე წარმატებული ადვოკატები და სხვებს გაუყვალო გზა. ძალიან კარგი რჩევები მიეცით მომავალ თაობას.
გაითვალისწინეთ ახალგაზრდებო, პროფესიონალისგან ეს რჩევები ყოველთვის მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და იმედია არასდროს არ დამჭირდებით. სხვათა შორის ახლა რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ არ მინდა აგანერვიულოთ. გისმენთ. ვინც მითხრა ეს სიტყვები, იმედი არასდროს დამჭირდებია, თითქმის ყველას დავჭირდი. შევიშველე. წარმატებები. წარმატებებს გისურვებ.